მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ წინაშეა ახალი გადაცემა. ეს გახლავთ საქართველოს ფუტზალის ლიგის ყოველკვირეული მიმოხილვა. მოკლედ გეტყვით ამ პროექტის შესახებ. ეს იქნება ესე იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და მისი პარტნიორის სპორტული სააგენტო SBM-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც Silk უნივერსალზე განხორციელდება და ჩვენ მიმოვიხილავთ საქართველოს ფუტზალში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, გვექნება მატჩების მიმოხილვა, ნახავთ გოლებსაც. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები გელით, ყოველ 4 შაბათს გიწევთ ეკრანებთან და აი ამ პირველ გადაცემაში კი სტუმრად, სწორედ ზემოთ ხსენებული სააგენტოს SBM-ის დირექტორი ბატონი ზალ ჩიტალაძე მოვიწვიეთ. გამარჯობა ბატონო ზალ, დიდი მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოკლედ რომ გვითხრათ, მოკლედ აი რაღაც რეზუმის სახით რომ გავუკეთოთ იმას, აი ხა რაც მე ვთქვი, რას შევთავაზებთ მაყურებელს ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ გაკეთდა და ასე ვთქვათ და ორგანიზება მოხდა ამ გადაცემის. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ქართული ფუტზალისთვის, მისი განვითარებისთვის. რატო? იმიტომ რომ გულშემატკივარი იხილავს თუ რა ხდება დღეს ქართულ პროფესიონალურ მინი ფეხბურთში, თუ რა გუნდები თამაშობენ ჩემპიონატში და ის პერსპექტივა, რაც ამ სპორტის განვითარებას მოყვება და ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ სპორტის სახეობას დიდი მომავალი აქვს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა უთხრა იმ დობისთვის, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენს მიმართ გამოიჩინა, რატო ღონისძიება ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ ფეხბურთის ფედერაციასთან და წლევანდელი სეზონს 2016-17 წლების სეზონს ჩვენ ჩავატარებთ და ამ ღონისძიებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სრულყოფილი სეზონი იქნება შარშანდელისგან განსხვავებით. შარშანდელი მოკლევადიანი იყო. წლევანდელ სეზონის ასე ვთქვათ ორი ნაწილისგან, პირველი და მეორე წრე, შემდეგ უკვე პლეი-ოფი და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ჩემპიონატი უფრო მეტად დაძაბული საინტერესო წარიმართება. პრეტენდენტები იქნებიან პლეი-ოფში მოსახვედრად. ვფიქრობ, რომ 8 გუნდი მინიმუმ მიიღებს მონაწილეობას ამ პრეტენდენტთა დავაში და საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი ჩემპიონატი გვექნება. ძალიან მაგარია, ჩვენ შევეცდებით ეს ყველაფერი გავაშუქოთ, შევეცდებით კი არა, აუცილებლად გავაშუქებთ ამას ყველაფერს და გარკვეულწილად პოპულარიზაციას გავუწევთ სპორტის ამ სახეობას, კიდევ უფრო გავუწევთ, იმიტომ რომ მოგესწრებათ მინი ფეხბურთი და ჩვენ აი შევთანხმდით გადაცემის დაწყების წინ რომ ფუტზალს ჩავანაცვლოთ ნელ-ნელა, სწორედ ეს ტერმინი მინი ფეხბურთი საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის, ჩვენს ქალაქში და საშუალებას აძლევს სპორტის სახეობა ძალიან ბევრ ახალგაზრდას ითამაშოს ფეხბურთი, იმიტომ რომ არ არის მართლაც ეს საშუალება, რომ დიდ მინდვრებზე 11-11-ზე ითამაშო და აქ ამას გვაქვს ამის ფუფუნება. ამას ყველაფერს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომა აქვს და რომ არა ფეხბურთის ფედერაციის ყურადღება ეს ფართომასშტაბიანი ჩემპიონატი და წლევანდელი სეზონი იმითაც გამოირჩევა, რომ უკვე რეგიონებშიც ჩატარდება ტურები, ანუ ბათუმის ყინულის სასახლე მიიღებს ჩემპიონატს და საინტერესო თამაშებს იხილავს ადგილობრივი მაყურებელიც. ამიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვეწყება. აუცილებლად გიწევთ დარბაზებში და რა თქმა უნდა ტელეეკრანებთანაც აუცილებლად მიადევნეთ თვალი ჩვენს მიმოხილვებს და მოდით ვარემ საქმე შევუდგეთ ერთად მე თქვენგან ავიღებ ნებართვას და დაგპატიჟებთ კიდევ ერთხელ გადაცემაში იმისათვის, რათა ჩვენ ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ სხვა დროსაც, სხვა თემებზე. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა. საერთოდ მინი ფეხბურთზე იქნება ეს პლაჟის ფეხბურთი თუ ასე შემდეგ. ახლა კი მოდით მივხედოთ საქმეს. 10 ნოემბერს ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო 2016-2017 წლების სეზონი და ჩვენ შეგვიძლია უკვე თანმიმდევრობით ნახოთ ის მატჩები, რომლებიც გაიმართა. აი პირველი შეხვედრა ეს არის აფხაზეთისა და
იბსუ, ასე გადავთარგმნოთ, გავშიფროთ ეს ყველაფერი შეხვედრა. ეს ხო პირველი ტური. ეს ნუ გახსნით ასე ვთქვათ ხედავთ რომ პირველი გოლი გაიტანეს აფხაზეთის გუნდის წარმომადგენლებმა მეორე წუთზე მელტონ ახალაიამ დააწინაურა ამ გუნდის ეს გუნდი კიდევ ერთი კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან აფხაზეთის გუნდის წარმომადგენლებმა აფხაზეთი წინა სეზონისგან გასხვავებით ვფიქრობ რომ უფრო ძლიერი გუნდი იქნება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ჩემპიონატში რაც შეეხება შავი ზღვისპირელებს ანუ უნივერსიტეტის გუნდს კარგი იქნება რომ უფრო მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობდეს კლუბში ცდილობები არის ამ მიმართულებით მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ წლევანდელი სეზონი მათთვის ძალიან რთული გამოდგება და უფრო მეტი მეცადინეობა უფრო მეტი შრომა დაჭირდებათ იმისთვის რომ იმ სანატრელო ოთხეულში მოხვდნენ მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ იმ პირველი ტურიდან რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ იმ პირველ თამაშიდან რაც ამ გუნდმა გვანახა ჩვენ ნახეთ მეორე გოლი რომელიც ლაშა კალანდიამ გაიტანა ნახეთ უკვე მესამეც რომელიც იყო შოთა კვარაცხელიას ანგარიშზე ანგარიში არის 3-0 აფხაზეთის გუნდის სასარგებლოდ ეს ბიძინა ღუღუნიშვილის მიერ გატანილი მეოთხე გოლია შესანიშნავი კომბინაცია გათამაშდა 2-1-ზე გავიდნენ მეკარესთან და კარგად გამოიყენეს ეს შანსი აფხაზეთის გუნდის წარმომადგენლებმა ძალიან დამთრგუნველი იყო უპირატესობა მათი. კი, ჩანს რომ აშკარად აფხაზეთის გუნდი აშკარად ფავორიტი იყო ამ შეხვედრაში და საკმაოდ ბევრი მომენტიც აქვს და გამარჯვებაც საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვეს. ეს მეორე ტაიმის ფრაგმენტებია. მოახერხეს ერთი ბურთის გაფრთხილება. კი, ლამაზი ბურთი. გიორგი სეფერთელაძემ გაიტანა ეს გოლი შესანიშნავი მოძრაობა ალა ზინე딘 ზიდანი და შემდეგ საკმაოდ ტექნიკურად კარგად შეასრულა ეს ილეთი. თუმცა ეს იყო მხოლოდ პრესტიჟის გოლი შეიძლება ასე ვთქვათ, რადგანაც ამის შემდეგ ისევ აფხაზეთის გუნდის წარმომადგენლები დომინირებდნენ და მომენტზე ქმნიდნენ ისევ იბსუს კართან. ჩანს ყველა სათამაშო მომენტში მათი უპირატესობა. საბოლოოდ მორიგი გოლი გაიტანა შოთა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში მეორე და დუბლი შეასრულა 5-1 გახადა ანგარიში მშვენიერი შორეული დარტყმით. შაშანდელ სეზონს თუ გავიხსენებთ შაშანდელ სეზონშიც პირველი თამაშები გუნდებმა შედარებით სუსტად დაიწყეს, მაგრამ მერე უკვე სეზონის სრულობის დროს მოუმატეს და ბოლოს ჩვენ მივიღეთ მეტად უფრო დაძაბული საინტერესო თამაშები და ვფიქრობ რომ წლევანდელ ჩემპიონატშიც ეს სურათი გვექნება. ვიტოვებ ჩვენც ამის იმედს. ეს მელტონ ახალაიას მიერ გადანილი მე-6 გოლია, კიდევ იყო რამდენიმე კარგი შანსი მეტოქის კარის წაღების, თუმცა დაჟერდა ამ 6 გოლს აფხაზეთის გუნდი, რაც შეეხება იბსუს აქ ერთი ბურთის გატანა თამაში მიწურულს კიდევ მოახერხეს. გუნდის წარმომადგენლობა აქ უკვე გაიხსნა თამაში, რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, ასეთ ანგარიშზე. კი. მომენტი დაღლაც ეტყობა უკვე გუნდებს. და აი მეორე გოლი აფხაზეთის კარში, რომელიც ლაშა მაისურაძემ გაიტანა. კიდევ ერთი საგოლე ეპიზოდი, ეს უკვე მატჩის ბოლო წუთები. ბოლო წამებია კი ბატონო. ასე დასრულდა ეს შეხვედრა 6-2 აფხაზეთის გუნდმა იბსუს მოუგო ძალიან დამაჯერებლად. აი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს მიმოხილვას.
და იმედია რომ დანარჩენ შეხვედრებშიც საკმაოდ ბევრი გოლი გავიდა და ისიც კარგი საყურებელი იყო და მომდევნო მატჩი იქნება თბილისისა და მგლების დაპირისპირება. თქვენ სწორედ შენიშნეთ რომ უხგოლიანი ტური გქონდა, საინტერესო. თბილისი შაშანდელის სეზონის ბრინჯაოს პრიზიორია და დებიუტანტ გუნდს ხვდებოდა მგლებს. თუმცა თავიდან ჩანს რომ მგლებმა არაფერი დაუთმო ბრინჯაოს პრიზიორს. მიუხედავად ამისა, ანგარიში მაინც თბილისმა გახსნა. პირველი გოლი ილია რეხუიაშვილმა გაიტანა შეხვედრის მე-4 წუთზე. ჩანს რომ სწრაფ კონჩეტებებზე გადადის თბილისი. დაწინაურდა გუნდი და გადააწყო ასეთ სტილზე საკუთარი თამაში. კარგი სეივი იყო აქ. მეკარის თამაში. ათო ძელმა იხსნა მგლები. მომენტები იქნება, ამიტომაც არის კარგი საყურებელი. კი, პროფესიონალური მინიფეხბურთი ფუტზალი საკმაოდ დინამიური სპორტის სახეობაა და ამიტომაც საინტერესოა. ხშირი მომენტებია შექმნილი იქნება კარებთან. ბევრი გოლი ძალიან ლამაზად შეასრულეს. შესანიშნავად იყო ყველაფერი გაკეთებული და კახაკირთაძემ გაიტანა მეორე გოლი მგლების კარში. მეკარეს თითქმის შანსი არ ჰქონდა. აი სწრაფი გათამაშებული ჯარიმა. პირველ ტაიმის საკმაოდ დაძაბული იყო ანგარიშიდან გამომდინარეც, აი გაგვიქეს ერთი ბურთი მგლებმა, კი ბატონო, ვალერი ქსოვრელიშვილმა შეამცირა ანგარიშის სხვაობა და მართლაც არ იმსახურებდნენ მგლები პირველ ტაიმში განადგურებას. მოც საინტერესოდ გამოიყურებოდა ეს გუნდი. აი უყურადღებო თამაში არის თბილისის მხრიდან დაცვაში. ისევ პირველი ტაიმის ფრაგმენტები და აი გოლი, რომელიც გაიტანა მანუკ მხითარიანმა. ისეთი გვარი აქვს ამ პიროვნებას, რომ ბევრი ასეთი გოლი უნდა გაიტანოს. უნდა ითამაშოს. კი ბატონო. 3-1. კარგი გადაცემაც იყო. აი ხშირად ხდება ესეთი გოლები, როდესაც უკანა ხაზიდან ესე აი უშლიდნენ მეკარეს ხელს და ხო, ეს გოლი გაიტანა სერგი მაჭარაშვილმა და ისევ მინიმუმამდე შეამცირა საკუთარი გუნდის ჩამორჩენა. მოხდა ეს ყველაფერი ნახევარი წუთით ადრე ტაიმის დასრულებამდე. კი, და საკმაოდ დაიძაბა 3-2. აქ შეიძლებოდა ალბათ ხელით თამაშის დაფიქსირებაც, აშკარად სარიელი კარიდან ხელით იყო ბურთი გამოტანილი, თუმცა ასე არ მოხდა. კიდევ ერთი კარგი კომბინაცია კი და კლასიკა მინიფეხბურთის საკმაოდ აი სწრაფად გადადის თბილისი შეტევებში და კონჩეტევებზე და ვერასწრებენ ფეხბურთელები დაბრუნებას საკუთარ ზონაში დაზღვევას მეკარის. ისევ მანუკ ხითარიანი აი ინდივიდუალური ძლიერი თამაში. ეს კი მირიან ჯანგავაძე, რომელმაც მე-5 გოლი გაუტანა მგლებს. აქ უკვე ფაქტურად გადაწყვეტილი იყო შეხვედრის ბედი. აქ რეხუიაშვილმა ფაქტურად მთელი გუნდი მოატყუა და კი ბატონო და გაატანინა უბრალოდ ნიკოლოზ ღუდუშოვს. 6-2 აი ესეთი ანგარიშით. კი ჩანს რომ მომენტებს კიდევ ქმნიდა თბილისი. შეიძლება მეტი ანგარიშთაც მოეგო. აი პირველ ტაიმში მგლები უძალიანდებოდნენ თბილისს, მაგრამ მეორეში აქაც იგივე დაღლა და უკვე ერთი გუნდის უპირატესობა მეორეზე იყო. ძალიან თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც რომ რთულია ახლა დებიუტშივე პირველი თამაში ისე ჩაატაროს გუნდმა რომ მზად იყოს უკვე გამოცდილ გუნდთან თამაში რთულია მით უმეტეს ჩვენ თქვით რომ ბრინჯაოს პრიზიორია
ძლიერია ძალიან. ძლიერია, ნუ გამოჩნდა და ანგარიშთან. პირველი ტურია და ასე რომ არ აუშავს მთავარი. დარწმუნებული ვართ, რომ მგლები მოუმატებენ და ორი გოლის გატანა მოახერხა გუნდმა და უკვე მაგარია ძალიან. შემდეგ მატჩზე გადავიდეთ, ეს არის STU თელასისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება. ვიცე-ჩემპიონი და საკმაოდ გამოცდილი და სიმპათიური გუნდი დინამო ბათუმი. აქაც უპირატესობა ფავორიტი ვიცით ვინც იყო და დამტკიცა კიდეც ეს სტატუსი დაიწყო ყველაფერი მეოთხე წუთზე კახა მაისაიას მიერ გატანილი გოლით მაისაია რომელიც დაგვიბრუნდა დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშობდა და ეს ფეხბურთელი შენაძენია ახლა ჩემპიონატისთვის და ნაკრების ფეხბურთელია და ძალიან კარგია რომ ითამაშებს ლევანდელ სეზონში კახა ეს არის მეორე გოლი რომელიც არის რასიმ კურბანოვის ანგარიშზე აქაც მშვენიერი კომბინაცია იყო თელასი გაძლიერდა დავით ბობოხიძითაც და ფიქრობ რომ თელასი რა თქმა უნდა ერთ-ერთი ფავორიტია წლევანდელი გათამაშების შესანიშნავი მცდელობა იყო აქ შეერეული დარტმითი არის სპორტ სამსახიობოში ამის შესრულება სამაგიეროდ აქ გადის მესამე გოლი რომლის ავტორიც ავთანდილ ასათიანი გახლავთ ანგარიში ხდება უკვე 3-0 კარგად გათამაშებული კუთხური პატარა რიკოშეტიც იყო და სწრაფი კონჩეტევა ძელმა იხსნა გადარჩა დიახ ბათუმელები სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით აქ მართლაც ტოტალური იყო ერთი გუნდის უპირატესობა და განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა თელასმა პირველი ტაიმი მეორე ტაიმში მისცა მეტოქეს საშუალება უფრო მეტი შეეტია საკუთარი კარისთვის აქ ჩანს აშკარად რომ დიდი უპირატესობა აქვს კი ბატონო და ეს არის მეოთხე გოლი რომელიც ტაიმის ბოლო წუთზე შოთა თოფურიამ გაიტანა და ალბათ აქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო მანამდეც მაგრამ აქ უკვე ნამდვილად გადაწყდა მეორე ტაიმის ფრაგმენტები კონტრიერიშებზე არის გადაწყვეტილი თელასი მართლაც აძლევს საშუალებას ბათუმელებს ბურთი აკონტროლოს უპირველეს ყოვლისა და რაღაც მომენტები შექმნას მათ კარტანაც თუმცა თავადაც ახერხებს ამის გაკეთებას ხედავთ ხარიხამ გადაარჩინა აქ გადარჩა აშკარად მეხუთე გოლისგან მეკარე აქ რა თქმა უნდა ვერაფერზე ახდებოდა 4-0-ია შეგახსენებთ ანგარიში ან ბათუმელების მხრიდან გამოწყებული შეტევა რომელიც ცხინვალე დარტყმით დავით ნინიძემ დაასრულა კი ძალიან მოულოდნელი იყო. მეკარისთვის მოულოდნელია ყოველთვის ფეხის წვერი დარტყმული ბურთი. აღმოჩნდა 9-იანში. 4-1 ხდება ანგარიში. სხვა შორის დავით ნინიძემ შეძლო ამ შეხვედრაში დუბლის შესრულება. ცოტა ხანში ნახავთ მის მიერ გატანილ მეორე გოლს, აქაც კარგი ეპიზოდი იყო, უძლიერესი დარტყმა მოიგერია. მეკარემ შესანიშნავად კომბინირებენ თელასის ფეხბურთელები. საკმაოდ გამოცდილი, კარგი გუნდია თელასი. ნუ ფიქრობ დინამო ბათუმიც ჩემპიონატის მსვლელობაში ეს გუნდიც მოუმატებს და უკვე სხვა თამაშებში ექნება საშუალება რომ ანახოს ის თავის გამოცდილება რომელიც ამ გუნდს გააჩნია. კიდევ ერთი კარგი მომენტი გაუშვეს ხელიდან ბათუმელებმა. აქაც კი გადარჩა თელასის კარგი გოლს. ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევითობები. ფეხბურთში ხდება, როდესაც დიდ კარს აცილებენ აქ. ეს კი ნინიძეს მიერ გატანილი მეორე გოლი.
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გამორჩეული. არ იყო ეს უკანასკნელი ბურთი, რომელიც მაყურებელმა იხილა. კიდევ ერთი დუბლი შედგა. ბევრი მომენტს ხნის თელასი. საკმაოდ ბევრი მომენტი აქვს. ისევე როგორც დინამოელებს, გასაგებია რომ საინტერესო იყო მეორე ტაიმი, მეორე ტაიმი. და შოთა თოფურიას მიერ გატანილი კარგი პასი და ისე როგორც დავით ნინიძემ, შოთა თოფურიძემაც შეასრულა, თოფურიამაც შეასრულა უკაცრავად დუბლი ამ შეხვედრაში. აი ესეც საინტერესო მატჩებია, ხედავთ, უგოლიანი და საყურებლად ძალიან მაგარი, ასე რომ კიდევ ერთხელ გიწევთ აუცილებლად დარბაზებში, რადგანაც ასე ვთქვათ, ცოცხლად ლაივში ამის ყურება გაცილებით უფრო საინტერესოა. თუმცა მიმოხილვაც არ გამოდოლოთ არავითარ შემთხვევაში 4 შაბათობით. შემდეგ მატჩზე გადავინაცვლოთ და ვნახოთ უკვე თბილისი ვარიორსსა და ტატიშვილის გუნდის დაპირისპირება. არა? ჯერ არა. ჯერ ვნახოთ აგორა და ბესეუს შეხვედრა. ორივე გუნდი არის დებიუტანტი წლევანდელი სეზონის. ახლა შექმნილი გუნდია აგორა და პირველი ტურიდან გამოჩნდა უკვე რომ ამ გუნდს საკმაოდ დიდი მომავალი აქვს, ვფიქრობ. საქართველოს ფუტზალის ლიგაში. ბესეუ რომ ბათუმის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობდა და წლევანდელი სეზონიდან გადაწყვიტა უკვე პროფესიონალური მინიფეხბურთი ფუტზალი ეთამაშა და თამაშიც გვანახებს იმას, რომ ეს ორივე გუნდი წლევანდელ სეზონში ძალიან კარგ და საინტერესო თამაშებს გვანახებს. სხვა მატჩებისგან განსხვავებით ეს შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. ჩვენ ნახეთ პირველი გოლი, რომელიც მე-6 წუთზე ნიკოლოს დაჩანიძემ გაიტანა და დააწინაურა აგორა. საკმაოდ მაღალი ტემპია, ცდილობა ფეხბურთელების ითამაშონ კარგი მინიფეხბურთი. გასაგებია ხარვეზები, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს პირველი ტურია და მომავალი ტურიდან ტურამდე გუნდები მოუმატებენ. რა თქმა უნდა, ასეც იქნება. აქ ხედავთ ჩვენ რომ თამაში საკმაოდ ხისტია, რამდენიმე უხეში ჯარიმა დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში ძალიან უხეშიც და ბარათიც ვიხილეთ. ის შორიდან ეს საკმაოდ ლამაზი დარტყმული ბურთი, რომელიც ბოლო წამზე იყო განხორციელებული და წინვალე გოლი. რეაგირებაც კი ვერ მოასწრო ამ დარტყმულზე მეკარემ. ანგარიში გათანაბრდა, ალეკო ფუტკარაძემ გაიტანა ეს ბურთი. კიდევ ერთხელ ვნახოთ. მართლაც ჯარიმიდან ესეთი დარტყმით კარის აღება ძალიან რთულია. 1-1 გაგრძელდა მეორე ტაიმში. იგივე სტილით თამაში ორივე გუნდი უტევდა, ორივე ქმნიდა მომენტებს და დაძაბულობაც მატულობდა, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ ტურში ორივესთვის ალბათ ორივესთვის, კი. ძალიან ლამაზი ბურთი გაიტანეს. კარგი პასი და ლამაზი დარტყმაც. მამულაძემ კიდევ ლამაზი დარტყმაც, რომ შანსი არ დაუტოვა მეკარეს. ბათუმელებმა რაც დაარტყეს, აი ესე გაიჭედა ბადეში მათი დარტყმა და ყველა იმდენად ძლიერი და ზუსტი იყო. საკმაოდ სიმპათიური გუნდია ბათუმის. 2-1. თუმცა არც ეს იყო უკანასკნელი გოლი. მოახერხა ამ შეხვედრაში გადარჩენა აგორამ. ჩვენ ნახავთ ახლა აქ უკვე მეხუთე ფეხბურთელი შემოიყვანეს, ანუ უპირატესობა. შესაბამისად მეკარემ დატოვა კარი და უტევენ უპირატესობით აგორას ფეხბურთელები. აქ შეიძლებოდა მესამე ბურთის გატანა და ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ ისე როგორც ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ზედმეტმა ფეხბურთელმა მისმა გამოყვანამ შედეგი გამოიღო და აგორა მოახერხა გადარჩენა. საკმაოდ პრინციპული მართვის თამაში.
თამაში. სადებიუტო შეხვედრა ყოველთვის მაგარია და შესანიშნავი კომბინაცია. აი რას ნიშნავს ზედმეტი ფეხბურთელი მსახიობობაში, კარგად იყო გათამაშებული კომბინაცია და გია ნიკვაშვილმა აღადგინა წონას სწორობა. ძალიან კარგი პასი და უკან ტაბლოზე გამოჩნდა წუთითა და 25 წამით ადრე მატჩის დასრულებამდე. ფრე, საბრძოლო ფრე, არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა მარცხს და ნამდვილად ესეთი ღირსეული დაპირისპირება იყო, მშვენიერი სტარტი ორივე გუნდისთვის. ვსურვოთ მათ რა თქმა უნდა წარმატება. ახლა კი დაბირებული თბილისი ვარიორსსა და ტატიშვილის დაპირისპირება. ვნახოთ ამ შეხვედრის ფრაგმენტები. აქაც გოლიანი და საინტერესო მატჩი იყო. ფავორიტი და აუთსაიდერი ალბათ შეიძლება ესე თქვათ ამ თამაშზე. მინიფეხბურთის კლუბი ტატიშვილი, ფუტზალის კლუბი ტატიშვილი წლევანდელი გათამაშების ფავორიტი იქნება და ჩანს კიდევაც თუ რა უპირატესობა ექნება მთელი თამაშის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ შეხვედრაში ანგარიში მათ არ გაუხსნიათ, შესანიშნავი მომენტი იყო ესეც. ანგარიში გახსნეს თბილისი ვარიორსის ფეხბურთელებმა. ნახავთ ჩვენ ახლა ამ გოლს. აი ძალიან ბევრი მომენტი, ძალიან ძელი ხარი ხან. კი. საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ რაც შეიძლება მალე გაეტანათ ბურთი. და შეიძლება ალბათ ჯონი მის დანიშნაც. კი, სწრაფი გადასვლა კონჩეტევაზე. თუმცა აი მიიღეს საპასუხო. კი, აი ამაზად სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. ვალერი ხოსიტაშვილმა დააწინაურა შეხვედრის მერვე წუთზე თბილისი ვარიორსი. კარგი კონტრშეტევა იყო ნამდვილად. ასე უნდა ეთამაშო ალბათ ტატიშვილის გუნდს თუ გსურს. გახსნილი თამაში წარმოუდგენელია. სულ რამდენიმე წამში წუთიც არ იყო გასული, ზურაბ ლუკავამ წონასწორობა აღადგინა. ფრე 1-1 და ამის შემდეგ უკვე გოლები გადიოდა მხოლოდ თბილისი ვარიორსის კარში, ძირითადად, შეიძლება ვთქვათ. ლაშა სიგუნავამ მატჩის მე-11 წუთზე დააწინაურა ტატიშვილის გუნდი. 2-1 გახდა ანგარიში პირველივე ტაიმში. გიორგი სილაგავა მოახერხა ერთი შეხებით გადაცემული მესამედ კარის გადაცემა და ჩვენიერი გოლი. 3-1 ასე დამთავრდა. დასრულდა ტაიმი. კი, თუმცა ამ ტაიმში კიდევ იყო რამდენიმე კარგი შანსი ისევ მორიგი ძელი, კი. ნახოთ მეორე ტაიმის ფრაგმენტები. და მორიგი გოლი. შემდეგი აი ამ გოლის ავტორი ვახტანგ კეკელია გახლავთ, ანგარიში ხდება 4-1. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში ბურთი ძელს მოხვდა 12-ჯერ. აი კიდევ ერთი მორიგი ძელი ხარი. 12 ძალიან ბევრია. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრჯერ ბურთი აღმოჩნდა კიდეც თბილისი ვარიორსის კარის ბადეში. 4-1-ია ამ მომენტისთვის ანგარიში. ისევ ძელი ეხმარება თბილისი ვარიორს. და კუთხურიდან კონჩეტევა. ეს უნდა დიმიტრი ჩერნიშოვის შვენიერი დარტყმა და ხო, უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისი ვარიორსი კონტრიერიშებზე კარგად გადადის. აქციელმა არ გადაარჩინა ტატიშვილის კარი. თუმცა მას ბურთი მაინც შეეხო. მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხანში ზურაბ ლუკავამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ანგარიში გახადა 5-2. ეს მოხდა ყველაფერი მატჩის 31 წუთზე. ანუ მეორე ტაიმის 11 წუთზე. არც ეს იყო უკანასკნელი გოლი. ჩემპიონატს ყავს უკვე
საუკეთესო ბომბარდირი და სწორედ აი ამ მატჩში უკანასკნელი გოლის ავტორი გახდა ასეთი ჰეტ-ტრიკის ავტორი. ჰეტ-ტრიკის ავტორი კი ბატონო ზურაბ ლუკავამ მოახერხა ერთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა და იგია აი ამ მომენტისთვის საუკეთესო ბომბარდირი. და კიდევ ერთი კონტრიერიშა, ნახეთ რა სწრაფად გადადის თბილისი ვარიორს კონტრიერიშებზე, დასაფასებელია ძლიერ მეტოქესთან. და ესე თამაში. ნახოთ სხვა უფრო სუსტან როგორი თამაშობს ეს გუნდი. ეს კი ძალიან ლამაზი გადაცემა და კარგი გოლი. აი ესეთი საინტერესო შეხვედრა გამოდგა და ასეთი იყო აი ეს ტური, პირველი ტური 2016-2017 წლების სეზონის, მე მგონი დასაწყისი და საფუძველი შესანიშნავი ჩაეყარა და გაგრძელებასაც ველით არანაკლებ საინტერესოს. მე მგონი შედგა ჩვენი პირველი გადაცემა, ეს მიმოხილვა. ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შემდეგ 4 შაბათსაც შევხვდებით სილკ უნივერსალის ეთერში და შემოგთავაზებთ უკვე მეორე ტურის მიმოხილვებს. მე კი ბატონ ზალს დიდ მადლობას გადავუხდით სტუმრებისთვის. მადლობთ, დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.